როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი ორგანიზაცია წლებია უკვე მოხალისეობის პოპულარიზაციის მიზნით მუშაობს. შესაბამისად, გაჩნდა რაღაც პერიოდის მერე საჭიროება იმისა, რომ მოხალისეები, ახალგაზრდები, ვინც მოხალისეობენ, მათ ისინი წაგვეხალისებია და 2020 წელს უკვე დავიწყეთ ფიქრი მაგაზე, გაეროს ბავშვთა ფონდთან და ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად, თუ როგორ გაგვეკეთებია ეს და ავიღეთ მსოფლიო მაგალითი იმისა, რომ 5 დეკემბერი, რომელიც არის მოხალისეთა საერთაშორისო დღე, მაგ დღისთვის დაგვეწესებია წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდოს ღონისძიება, გადაცემის ღონისძიება, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს სტაბილურად. ყოველწლიურად მსურველთა რაოდენობა იზრდება, ანუ ის აპლიკანტები, ვინც ავსებენ ჩვენს აპლიკაციას და უნდათ რომ მოიპოვონ ეს ჯილდო, მათი რაოდენობა იზრდება. თუმცა ჩვენ ეხლა მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს მოხალისეობა ახალი შესაძლებლობა, ამ პროექტის ფარგლებში გეგმავთ საქართველოს მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში და 10-ვე რეგიონში გავმართოთ საინფორმაციო შეხვედრები რეგიონში, ქალაქებში, სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან და უფრო მეტი დეტალი მივაწოდოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდისთვის, რა შესაძლებლობას აძლევს ზოგადად მოხალისეობა ახალგაზრდას, სკოლის მოსწავლეს თუ სტუდენტს და ამ შესახებ მოკლედ ამ კამპანიები უკვე პროცესში არის, თუმცა მომდევნო დღეებში უფრო აქტიურად გვაქვს დაგეგმილი ეს შეხვედრები, რომლის შესახებაც ზუსტად თარიღები და ლოკაციები ჩვენი ორგანიზაციის გვერდზე დევს და თუ ვინმე დაინტერესდება და კონკრეტულ რეგიონში არის და უფრო მეტი ინფორმაციის მიღება უნდათ აი ამ უშუალოდ ღონისძიების დეტალებთან მიმართებაში და წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით შეუძლიათ გვეწვიონ ჩვენს გვერდზე და შემოგვიერთდნენ ამ შეხვედრაზე. ნინა, ჩვენს გვითხარით და ჩვენს მაყურებელსაც რა შესაძლებლობებს აძლევს მოხალისეობა ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს რომ ამ საქმიანობაში ჩაერთოს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ხო, მრავალმხრივ მნიშვნელოვანი არის, ანუ პირველ რიგში, ალბათ ლიზი პირველ პირში თავზე უფრო კარგად ისაუბრებს, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ და რამდენადაც ჩვენი ყოფილი მოხალისეების გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ისინი იზრდებიან პიროვნულად, ისინი პოულობენ თავიანთ თავს უნარები და კომპეტენციები უვითარდებათ, როგორიც არის თქვათ კომუნიკაცია, რაღაცა პიროვნული განვითარება, როგორიც არის ლიდერული უნარები, რაღაცა ახალი პროექტების დაგეგმვა, სწავლობა სკოლის ასაკიდანვე, ასევე სოციალურ კაპიტალს ივითარებენ, მოგეხსენებათ დღეს უმნიშვნელოვანესი არის სანაცნობო წრე და რაღაცა შესაბამის გარემოში მოხვედრა და ეს სწორედ მოხალისეობრივი პროექტები აძლევთ მათ ამის შესაძლებლობას და ჩვენის მხრივ ჩვენ გვყავს სპეციალურად მენტორები გამოყოფილი ამ პროექტის ფარგლებში, რომლებიც ვინც კი ჩვენს გვერდზე დარეგისტრდება Youth Volunteering G-ზე, ყველას ინდივიდუალურად ემუშავება, ინდივიდუალურად მათი საჭიროებების, მათი ინტერესების მიხედვით უტარდებათ საგანმანათლებლო შეხვედრები, უტარდებათ საინფორმაციო შეხვედრები და შემდეგ უკვე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათი ინტერესი, მათი სოციუმში არსებული გამოწვევების მიხედვით დავაგეგმინოთ ის პროექტები თუ ის ღონისძიებები, რაც მნიშვნელოვანი არის. ეს ძირითადად არის საგანმანათლებლო კუთხით, სოციალური კუთხით მოხალისეობენ ახალგაზრდები დადიან სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრებში, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში, მოხუცთა თავშესაფრებში და მოკლედ ეს ნელ-ნელა ასეთი სკოლისთან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ასაკმა დაიწია, ანუ ადრე თუ ძირითადად უფრო 14-დან 17 წლამდე ახალგაზრდები მოგმართავდნენ, ისინი უფრო აქტიურები იყვნენ, ახლა 13 წლიდან უფრო აქტიურები არიან, მშობლებთან ერთად მოდიან ხოლმე და ერთვებიან ხოლმე ამ ჩვენს პროექტებში და მართლაც რომ ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ აი 13 წლიდან უკვე არიან ადამიანები, რომელსაც აქვთ თავიანთი უკვე რაღაცა ინდივიდუალური საპროექტო იდეები, ისინი თემში დაახლოებით 100-ობით ახალგაზრდას თავიანთ თანატოლებთან ერთად ფიქრობენ, ეკოლოგიის მიმართულებითაც მათ შორის ხო, სხვადასხვა მიმართულებებით, ძალიან საინტერესო საქმიანობას და როგორც ყველასთვის ცნობილი არის, მოხალისეობა არის შესაძლებლობა, რომელიც საზოგადოებისთვის კეთილი საქმის კეთებაში ეხმარება ადამიანებს და სწორედაც რომ ეს შესაძლებლობა აძლევთ მათ რომ რაღაცნაირად გამოერკვლიონ თავიანთ თავში, გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი პროფესია, რა უნდათ, სად უფრო კარგად გრძნობენ თავს და ასევე ის წამახასიათებელი
ჯილდო, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად როგორც უკვე აღნიშნეთ მართავთ, რაც არის სტიმული არის მათთვის, რომ ეს აღიარებაც, ეს მადლიერებაც მათ მოიპოვონ და აქვე მინდა აღნიშნო, რომ ჯილდო შეიძლება მოიპოვოს მხოლოდ 14 ადამიანმა, ორ ასაკობრივ კატეგორიაში ვაძლევთ 13-დან 18 წლამდე და 18-დან 27 წლამდე. თუმცა ნებისმიერ ახალგაზრდას, ვინც 13 წლის ზემოთ არის და უკვე ჩვენს საიტზე არის დარეგისტრირებული Youth Volunteering G-ზე და 100-ზე მეტი მოხალისეობრივი საქმიანობა აქვს განხორციელებული, ყველას გადავცემთ ჩვენ შესაბამის სერტიფიკატს თუ დიპლომს, ყველას ვიწვევთ იმ მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელიც 5 დეკემბერს იმართება, ასე რომ ის ერთის მხრივ мотиваცია, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყვნენ გასაგებია, მაგრამ ისინიც კი, ვისაც თუნდაც 100 საათი აქვს მხოლოდ და რაღაცნაირად ვერ გახდებიან, თქვათ, ჯილდოს მფლობელნი, მათაც ჩვენ ვახალისებთ და მათაც მათ მიმართაც რაღაცნაირად შესაბამისი დიპლომის გადაცემით ვაძლევთ სტიმულს, мотиваციას იმისა, რომ გააგრძელონ ეს თავიანთი მოხალისეობრივი საქმიანობა. მოდით გავიგოთ ლიზისთვის რამდენად იყო ეს мотиваციის მიმწები. 2024 წლის საუკეთესო მოხალისე გახდი. რა აქტივობებისთვის მიიღე ეს ჯილდო და რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ამ ტიტულის ტარება? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, მე გავხდი 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული და თვითონ მოხალისეობას რაც შეეხება, ეს საქმიანობა დავიწყე 2022 წელს. Helping Hand იყო ის ორგანიზაცია, რომლის პროექტშიც მივიღე თავდაპირველად მონაწილეობა. ეს პროექტი იყო მოხალისე ელჩების პროექტი და თავდაპირველად გავხდი მოხალისეთა ელჩი. თუმცა ამის შემდგომ, რაც კი პროექტი ყოფილა, ამ წლების განმავლობაში აბსოლუტურად ყველაში ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად ყოფილიყავი ჩართული. თავდაპირველად ვიყავი ხოლმე როგორც მონაწილე, მაგრამ შემდგომ თავადაც დავიწყე სხვადასხვა პროექტების თუ ინიციატივების ორგანიზება ჩემს თემში. ეს ყველაფერი დავიწყე სკოლის ფარგლებში, თავდაპირველად სკოლაში ვაორგანიზებდი სხვადასხვა ახალგაზრდულ კლუბებს, ეს კლუბები ძირითადად ეხმიანებოდა ახალგაზრდების მხარდაჭერას, ასევე სათემო განვითარებას, გარემოს დაცვას, ხოლო ამის შემდგომ უკვე თბილისის მასშტაბით დავიწყე სხვა მოხალისეებთან ერთად სხვადასხვა ინიციატივების განხორციელება და ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ შემექმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდები გაერთიანდებოდნენ და მოხალისეობრივ გამოცდილებას ერთად დააგროვებდნენ. შესაბამისად, მყავდა სამენტორო ჯგუფი და ამ სამენტორო ჯგუფთან ერთად გადავწყვიტე, რომ თბილისში დამეარსებინა Helping Hand-ის მოხალისეთა ინიციატივა. და ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად მუშაობდით, განვახორციელეთ დაახლოებით 10 ახალგაზრდული კლუბი, განვახორციელეთ 50-მდე მოხალისეობრივი პროექტი, გავაერთიანეთ დაახლოებით 300-მდე ახალგაზრდა და მენტორებთან ერთად ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან კარგი გამოცდილება დავაგროვეთ, დავაორგანიზეთ სხვადასხვა ტიპის პროექტები, ეს მოიცავდა როგორც მოხალისეობრივ პროექტებს, გარდა ამისა იყო ახალგაზრდული კლუბები, რაც ყველა ახალგაზრდისთვის იყო ძალიან კარგი გამოცდილება, რადგან სხვადასხვა მიმართულებით მიეცათ განვითარების შესაძლებლობა. ლიზი, უფრო ჩაშლილად რომ გითხრაი, რა ტიპის აქტივობებზეა საუბარი? სად დადიოდით, რას აკეთებდით, ვის ეხმარებოდით, რა სასარგებლო საქმეს ახორციელებდით? კი ბატონო. უფრო შიდა სამზარეულოში რომ ჩაგვახედ. კი ბატონო, ჩვენს პროექტებს რაც შეეხება და ახალგაზრდულ კლუბებს, ეს კლუბები ეხმიანებოდა იმას, რომ ახალგაზრდებში მომხდარიყო კრიტიკული უნარჩვევების განვითარება. ჩვენ გქონდა სადისკუსიო კლუბები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე და ვეხმარებოდით ახალგაზრდებს, ანუ მოხალისე ლიდერები ვიყავით ამ პროექტის ფარგლებში და ვეხმარებოდით ახალგაზრდებს, რომ ერთმანეთთან მოეხდინათ კომუნიკაცია, განავითარებინათ კრიტიკული უნარჩვევები და გარდა ამისა ინგლისურენოვანი კლუბებიც ჰქონდა, რაც იწვევდა იმას, რომ ინგლისური ენის დონე უფრო მეტად განვითარებულიყო ამ კონკრეტულ ახალგაზრდებში. როგორ ფიქრობ, ბოდიში შეგაწყვეტინე, რა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც შენ ეს ჯილდო მოგანიჭა ჟიურიმ? რა კრიტერიუმები დააკმაყოფილე შენი გადასახედიდან, როგორ ფიქრობ, რა გააკეთე სწორად, რის გამოც ეს ჯილდო დაიმსახურა? კი ბატონო, ჩემი აზრით ამ 4 წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად დავიწყე მუშაობა და აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისთვის მიმეწოდებინა მოხალისეობის შესახებ ინფორმაცია და ის მიმართულება, რომელშიც გავიმარჯვა, ეს გახდათ მოხალისეობის პოპულარიზაცია. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ სხვა მიმართულებებშიც ვიყავი ჩართული, ჩემი მთავარი თვითმიზანი მაინც ის იყო, რომ აბსოლუტურად ყველა ახალგაზრდისთვის ჩემს გარშემო მიმეწოდებინა მოხალისეობის შესახებ ინფორმაცია და შემდგომ ესეც გახდა იმის მიზეზი, რომ ამ კონკრეტულ მიმართულებაში გავიმარჯვე და მოვიპოვე ჯილდო. ძალიან მოკლედ აქვე რომ მითხრა, რა მოგცა მოხალისეობამ და შენი აზრით, რაში გამოგადგება ეს უკვე ზრდასრულ ასაკში და სამომავლო ცხოვრებაში?
მოხალისეობა მომცა ძალიან ბევრი უნარჩვევები დამეხმარა განვითარებაში, განვითარა ლიდერული უნარჩვევები, ვისწავლე პროექტების ორგანიზება. გარდა ამისა, ყოველთვის მქონდა ხოლმე კომუნიკაცია სხვა ახალგაზრდებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შესაბამისად, კომუნიკაციის უნარების ბევრად განვითარდა და ეს ყველაფერი სამომავლოდ ჩემი აზრით ძალიან დამეხმარება როგორც პროფესიულად, ასევე საზღვარგარეთ სწავლისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ხოლმე მოხალისეობა და დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი ჩემს სამომავლო წარმატებაზეც იმოქმედებს.